როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი, რომელსაც ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათ 19 საათიდან ღია ეთერში წარმოგიდგენთ. ხვალ პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება მარკეტინგ ბრილიანს ევერსი გაიმართება და ასევე პირველად ჯილდოს არსებობის ისტორიაში დაჯილდოების ცერემონია ლონდონიდან თბილისში გადმოინაცვლებს. დაჯილდოების მიზანი კი გახლავთ იმ ადამიანებისა თუ ჯგუფების მიღწევების აღნიშვნა, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულებით დანერგეს ინოვაციური ხერხები და განავითარეს, რამაც რეგიონის განვითარებას საბოლოო ჯამში შეუწყო ხელი. ღონისძიების ფარგლებში გარდა დაჯილდოების ცერემონიალისა დაგეგმილია რამდენიმე მასტერკლასის გამართვა მსოფლიოს წამყვანი და ასე ვთქვათ გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებისგან, სადაც ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი და ამავდროულად ჯურის წევრიც გახლავთ ბატონი ტონი კოლი, BBC-ის პროდიუსერი, ბრიტანეთში წამყვანი და აღიარებული მედია ექსპერტი და ტრენერი. გარდა BBC-ის მუშაობდა ბრიტანეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, უტარებდა მედიასთან ურთიერთობის ტრენინგებს ბრიტანელ მინისტრებს. დღეს კი მე ექსკლუზიურად მაქვს პატივი გადაცემაში ვუმასპინძლო ბატონ ტონი კოლს და არ შემიძლია მას ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. სტუმართან საუბრის წარმართვაში კი დაგუხმარება თარჯმანი ლიკა ჯამბურია. მოგესალმებით ბატონ ტონი და უღრმესი მადლობა რომ ხართ დღეს ჩემ გადაცემის სტუმარი. დაჯილდოების Sorry, what do you Hello, Gamarjoba. I'm afraid that is the only that is the only word I can say in Georgian at the moment, but I'm working on it. I've been in this country 24 hours, so give me a little bit of time and I'll try and learn your language. It's lovely to be in a radio studio again. Had various adventures in radio studios over the years. I once presented a phone-in for a whole hour about education, which didn't have a single caller. So I had to speak for an hour on a topic. Luckily there was a guest in the studio, so it wasn't a complete disaster. გამარჯობა არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც მე ვიცი ჯერჯერობით ქართულად, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ჯერ მხოლოდ 24 საათია, რაც ამ ქვეყანაში ვარ, ასე რომ ცოტა დრო თუ შეიძლება მომეცით. მე ძალიან მიხარია, რომ ისევ რადიოში ვარ, როგორც იცით, მუშაობდი მე რადიოში და ეხლა გამახსენდა ერთი შემთხვევა, როცა მიმყავდა საათი ერთი გადაცემა განათლებაზე, რომელიც იყო სრული კატასტროფა, იმიტომ რომ არავინ არც ერთმა ადამიანმა არ დარეკა. და კიდე გარო სტუმარიც იყო სტუდიაში. ვიდრე ქართული სწავლა შეეჭიდებოდა, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი რამის შესახებ აქეთ უნდა ჩაგვიტაროთ მასტერკლასი. რამდენად მნიშვნელოვანია რეპუტაციის მართვა კომპანიებისთვის და რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ამან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენს მე რადიო იმედის ეთერში გადაცემას PR ფორუმი. დღეს საუბრობთ თემაზე რეპუტაციის მართვა და კომუნიკაცია კრიზისის დროს. Crisis management is increasingly important for organisations. Well, it's always been important, but the trouble is, in a large organisation, everybody gets scared of the boss. You know, the more important the organisation is, the more powerful the man or woman at the top of the organisation is, and the more difficult it becomes for people who work in the organisation to say, actually, I think you're wrong here. You're doing the wrong thing. So. Sometimes the first time that somebody finds out that the company has taken a disastrous mistake is when there is a big public catastrophe, and it's in all the newspapers because journalists love bad news, and you know, I was a journalist and I love bad news as well because everybody loves probably the basis of most jokes is a fat man slipping over on a banana skin, because everybody likes to see authority deflated. And what happens when an organisation has a crisis is it gets in the media, and the media has a laugh. Basically, the media enjoys the fact that somebody powerful is feeling uncomfortable. So that makes it a bigger crisis. And what I try and do is I go into companies before crises happen, and I try and predict all the ways in which a crisis might happen, so we have a plan. You can never be absolutely sure that a crisis won't happen, but what you can do is go through the most likely ones and have an emergency plan. Sometimes it's a physical crisis, like a natural disaster, and it's, you know, how well you're being judged on how well you handled it. Sometimes the crisis is actually because of a mistake of an employee in the company. Or an outsider. So there are different kinds of crises. Some are internal, some are external, but they can all be planned for in a certain way.
კრიზისი მოგახსენებთ ყოველთვის ძალიან ისეთი მოულოდნელია და კატასტროფა ორგანიზაციისთვის, მაგრამ მოგახსენებთ რომ არსებობს ძალიან დიდი კორპორაციები და ამ შემთხვევაში ხშირად არის ხომ დამოკიდებული ერთ ადამიანზე, ბოსზე. და აქ პრობლემა დგება ხოლმე, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ორგანიზაცია, უფრო ეშინიათ თანამშრომლებს უფროსის და შესაბამისად უფრო იშვიათად ეუბნებიან რომ ის ცდება, ამიტომ არ ხდება შიდა კომუნიკაცია და მედიას მოგეხსენებათ რომ ძალიან უყვარს ცუდი ამბები, მეც ვიყავ ჟურნალისტი და მეც მიყვარდა ცუდი ამბები და რაც უფრო კატასტროფა ხდება და ორგანიზაციაში თქვათ უფრო მეტად აშუქებს და შეიძლება დასცინის კიდევაც თქვათ პრესა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონდეს ორგანიზაციას გეგმა. ხადე ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, მაგრამ ჩვენ ვიცით რა შეიძლება მოხდეს დაახლოებით, ამიტომ უნდა არსებობდეს აი ამისთვის ჩამონათვალი, რომ ორგანიზაციას კონდეს წინასწარ ერთგვარ გეგმა. თქვათ ვიცით რომ შეიძლება მოხდეს რაღაცა ბუნებრივი კატაკლიზმა, ამისთვისაც უნდა იყოს ჩამოწერილი ყველა შემთხვევაში. A recent crisis was the natural disaster of the BP thing in the Gulf of Mexico oil spill, where oil was an oil well went wrong and it was a big natural disaster. კრიზისი რაც მოხდა იცით უზარმაზარი მექსიკოს ყურეში და BP-ის ორგანიზაციის თქვათ ერთ-ერთი ობიექტზე დაიღوارა დიდი ნავთობი, თქვათ დიდი რაოდენობის ნავთობი. And everybody says that they handled that very, very badly. They certainly handled the communication very badly because they're primarily a technical company and all their expertise is in technical subjects. They don't actually პირველში ყველაზე ცუდად მოხდა იქ სწორედ კომუნიკაციის მართვა, იმიტომ რომ ეს არის ტექნიკური კომპანია და ის მხარე გამართული აქვს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, კომუნიკაციის მხარე არც ისეთი გამართული აქვს. And the turning point was when the CEO said, rather flippantly, because he's British, I mean, there is something strange about the British sense of humour, but this guy said, there's no one wants this to be over more than me. I want my life back. Right. მანამდე გრძელდებოდა ეს რაღაც გაურკვეველი მდგომარეობა, სანამ უფროსმა, რომელიც არის ბრიტანელებს უცნაური იუმორის გრძნობა აქვთ, იმან თქვა რომ მე ეს მინდა რომ მალე დამთავრდეს, იმიტომ რომ მე მინდა ჩემი ცხოვრება დავიბრუნო. Now that's, I think I know what he meant, but to Americans who are quite different in the way they interpret things to British audiences, even when speaking English, they say that the British and the Americans are two countries divided by a common language. Because there is so many different nuances between the two. But it was taken as insensitive, saying that, okay, you want your life back. Look at all these people, thousands of lives have been damaged. Thousands of animals have been killed, etc. And that was taken to be selfish. And he had to go. He was sacked. ამის ამ განცხადებას მოყვა უცნაური რეაქცია, რომ ამერიკელებმა ეს ვერ გაიგეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბრიტანელებს და ამერიკელებს ზოგჯერ ხუმრობენ, რომ ამ ეს არის ორი ნაცია, რომელსაც ერთი ენა შუაზე ყოფს. ამერიკელებმა ეს აღიქვეს როგორც შეურაცხყოფა და მას მოუწია თანამდებობის დატოვება, იმიტომ რომ მას უთხრეს, რომ მარტო შენი ცხოვრება არ არის, აქ ადამიანები ცხოველები და ასე შემდეგ გარემო დაზიანდა. ამიტომ უფრო უნდა დაფიქრებული იყოს, ვთქვათ. კრიზისის წინაშე შესაძლებელია ეს მოხდეს რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ყველაზე გიგანტი კომპანიებიც კი აღმოჩენილან და დამდგარან ასეთი პრობლემის წინაშე. მსოფლიოს მასშტაბით ეს მაგალითად რომ გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში, ხშირ შემთხვევაში ხდება პოლიტიკური ცვლილებები და არამდგრადობა, რაც ერთ-ერთი ფაქტორი ნამდვილად არის ალბათ ამ ვითარების, რადგან ჩვენთან ეს ბოლო პერიოდია პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და ბუნებრივად აისახება კომპანიების ეკონომიკურ მაჩვენებელზეც. ამიტომ იქნებ გვითხრათ რა მნიშვნელობა ენიჭება ასე დროს კომუნიკაციას და რა ხერხები და მიდგომები უნდა გამოვიყენოთ. Well, any crisis, I mean, you can have the media love conflict. So in any situation, the media are going to make the conflict the centerpiece of the story, and they're going to make the conflict seem as big as possible. პირველ რიგში ვიტყვი რომ მედიას უყვარს კონფლიქტი და ისინი ყოველთვის შეეცდებიან რომ რაც შეიძლება დიდად წარმოჩინონ და ყურადღების ცენტრში იქნება ყოველთვის კონფლიქტი. So one of the things you do as a crisis manager is you try and minimize the conflict. You say to the media, well, you're reporting it as if it's a huge conflict. Actually, in context, this is a small thing that went well. It was an important thing that went wrong, but look at all these millions of things that went right, and they weren't particularly interesting because they weren't news. But the public needs to know crises are exceptional.
ამ შემთხვევაში ორგანიზაცია თავის მხრივ უნდა იმუშაოს მედიასთან როგორ ორგანიზაციამ და გაამახვილოს ყურადღება იმაზე რაც იყო დადებითი თქვათ რომ კი მოხდა ცუდი რამე მაგრამ აი შეხედეთ იყო დადებითი ესეც და თქვენ თქვათ ნუ აზვიადებთ იმას შეხედეთ უფრო დიდ სურათს და ეს მესიჯი მნიშვნელოვანია. And another thing that everybody needs to remember is don't deny the undeniable. კიდევ ერთი რაც ყველას უნდა ახსოვდეს, არ უარყოთ ის რაც ნამდვილად მოხდა, ის უარყოფაც არ შეიძლება. გულწრფელობა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია როგორც ჩეს. So the honesty is important. The honesty is important. Oh, the honesty is absolutely important. I don't know if you're old enough to remember the first Gulf War, the toppling of Saddam Hussein. Do you remember Saddam's press spokesman? How he came on the TV every night saying, "We are winning this war. The Americans are killing themselves needlessly." And he was actually on the television saying that kind of thing when tanks were visible in the background behind him. American tanks were actually approaching his studio. And so he did one last press conference and then he disappeared. The day after that, he was due to appear again, and he wasn't around. He had left the country. This is the press spokesman for Saddam Hussein, the guy who used to make statements for Saddam Hussein. თუ გავიხსენებთ პირველ ერაყის ომს იმ დღეებში, როცა ყველაზე გაცხარებული ომი მიდიოდა, გამოდიოდა სადამ ჰუსეინის პრესპიკერი ყოველ ღამე და ადამიანს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დროს მის უკან კადრშიც კი ჩანდა ტანკები. და ერთ დღესაც გამოვიდა, თქვა ილაპარაკა და მეორე დღეს გაქრა, იმიტომ რომ მთლიანად შეიცვალა ვითარება, იმის მერე არავის აღარ უნახავს ის. He never accepted that they were losing right to the end. And man ვერ აღიარა ბოლო წუთამდეც კი რომ ისინი აგებდნენ. But the thing is you have to express sympathy. A crisis has usually upset somebody. So you have to take responsibility for it, say sorry, be sympathetic in a human way. Lawyers will often try and stop you doing this because they think that if you express sympathy, you are admitting liability legally. ასე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გულწრფელად გამოხატო და თქვა რომ სწუხარ. და ეს ადამიანურად ეს მართლაც ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს კონკრეტულ ადამიანებს შეეხო. თუმცა იურისტებმა შეიძლება გირჩიონ რომ ჯობია თქვა ამას თავი აარიდოთ, იმიტომ რომ ეს ერთგვარად აღიარებას ნიშნავს, მაგრამ მე გირჩევთ რომ ეს აღიაროთ თქვენ თვითონ. And the next thing is action. You have to show that whatever the problem is being fixed. ასე უნდა ჩვენა ქმედება, უნდა წარმოაჩინა რომ რაც მოხდა, იმას გარკვეული რეაგირება კონკრეტული ნაბიჯები მოყვება. After that, people are going to start asking, or the media are going to start asking, who was to blame for this thing, whatever it is, whatever this crisis is. That's not a question that needs to be asked on day one, because the most important thing is to put out the fire, or whatever the equivalent of the fire is. But you must promise that you're going to have an inquiry at some stage. ასე მედია აუცილებლად ასვავს შეკითხვას, ვისი ბრალი იყო ეს რაც მოხდა. ეს არ არის ის შეკითხვა, რომელიც პირველივე დღეს, თქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დღეს უნდა უთხრათ, თავიდანვე უნდა უთხრათ, რომ აუცილებლად გამოიძიებთ და შედეგს აუცილებლად წარმოადგენთ. And the last thing is that you have to promise to implement the outcome of the inquiry, whatever it is, however painful it is, however embarrassing it is. And that's difficult because the press has a memory. And 6 months down the line or a year down the line, if nothing has happened, people will ask questions. და აუცილებლად ასეთ პირობას თუ დადებთ, უნდა შეასრულოთ კიდევაც, იმიტომ რომ მედიას აქვს მეხსიერება, მედიას აქვს და ადამიანებიც და მედიაც 6 თვის თუ 1 წლის შემდეგ მოგთხოვენ აი ამ გამოძიების შედეგის დადებას, თქვათ, და კონკრეტულ შედეგს მოითხოვენ. შესაძლებელია რომ კომუნიკაციამ მომხმარებელთან თავიდან აგვარიდოს კრიზისული სიტუაციები. მაშინ როდესაც თქვათ ეს არ არის ბუნებრივი, თქვათ, კატაკლიზმებით გამოწვეული. როდესაც დგავართ უკვე ამის წინაშე, რის ხარჯზე ვაღწევთ, თქვათ, და როგორი უნდა იყოს ლოიალურ klienteებთან ურთიერთობა არსებობის მშვიდ ვითარებაშიც კი. Yes, there are some. The technique is actually the same, whether it's an earthquake or a volcano or some idiot. I mean, there's a famous case of a FedEx employee
which is on YouTube, a guy lobbing a parcel over a wall. A man is supposed to be delivering a computer monitor, and he was being captured on closed-circuit television, and he just takes the parcel and just throws it over the wall, and it broke into 1,000 pieces. იმის მიუხედავად, თქვათ, ადამიანის მიერ არის დაუდევრებით არ გამოწვეული თუნდაც ბუნებრივი კატაკლიზმებით, ყოველში დაახლოებით სამოქმედო გეგმა არის ერთი და იგივე. და ხომ მე მახსენდება FedEx-ის თანამშრომელის ერთი შემთხვევა, ძალიან ცნობილი შემთხვევა, მას გადაჰქონდა კომპიუტერის მონიტორი, და ამ დროს ის YouTube-ზე არის, ანუ დაფიქსირებული არის, აგდებს კედლის იქით. ეს ყველა ვნახა. Now, social media has made everything quicker. The traditional media is still important, but nowadays people find out about a crisis usually through Twitter. And so it's around the world within minutes. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ ბოლოს გახდა სოციალური მედია, იმიტომ რომ დააჩქარა ყველაფერი, თქვა ტრადიციული მედია ცოტა უფრო გვიან აშუქებს. პირველ რიგში კრიზისი გასაგები ხდება Twitter-დან, ანუ რამდენიმე წუთში მოილოს თელ მსოფლიოს კრიზისი. So that means that the company must respond very quickly. I mean, in the old days, you had a few hours maybe, but now you really have to get a statement out there on your website, preferably a video on YouTube, within an hour at the maximum. Otherwise, your share price may start going down. ამიტომ ორგანიზაციამ ძალიან სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება. ასევე ვთქვათ, მანამდე თუ შეიძლება რამდენიმე დღე ქონდა, ერთი დღე ქონდა განცხადების გასაკეთებლად, ეხა მაშინვე უნდა ვთქვათ, იგივე ვიდეო გადაიღოს და დაადოს ან განცხადება გავრცელოს, რაღაც წუთების რეაქცია უნდა იყოს მყისიერი. So the reaction has to be The reaction has to be quick. I mean, obviously it has to be considered, but this is the advantage of having a plan. You say, okay, what do we do in this situation? ამიტომ და კონდეს გეგმა წინასწარ ორგანიზაციას რას ვაკეთებ კონკრეტულ შემთხვევებში. აი ჩვენს რეალობაში ნანოლა თქვენ ახსენეთ სოციალური მედია და ჩვენ მივდივართ ნანოლა იმ ეტაპზე, როდესაც აუცილებელი და გადაუდებელიც კი ხდება სოციალური მედიის ჩართულობა. როგორ უნდა ვაწარმოოთ მართებული კამპანია ამ დროს? თუ შეიძლება ამ შეკითხვაზე უკვე რეკლამის შემდეგ გვიპასუხეთ, ჩვენს ეთერში არის რეკლამა და შემდეგ დაუბრუნდებით ღია ეთერში. დღეს ჩვენ საუბრობთ რეპუტაციის მართვასა და კომუნიკაციაზე კრიზისის დროს და ბატონი ტონი კოლია BBC-ის პროდიუსერი დღეს ჩემი სტუმარი, მადლობა რომ გვისმენთ. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. გონოსმენთ რადიო მედიის ეთერში გადაცემას PR ფორუმი გახლავართ ნინი ხუგაშვილი და დღეს ვსაუბრობთ თემაზე რეპუტაციის მართვა და კომუნიკაცია კრიზისის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მყავს დღეს ეთერში და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ტონი კოლს, BBC-ის პროდიუსერს, რომელიც ხვალ 25 ოქტომბერს გახლავთ სტუმარი იმ ღონისძიებისა, რომელიც საქართველოში ტარდება პირველად. ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება და პირველად ასევე ამ ღონისძიების ისტორიაში ეს ცერემონია ლონდონიდან ინაცვლებს თბილისში. ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრეები ხდებით ჩვენ. ბატონი ტონი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე, სწორედ რეპუტაციის მართვა და კომუნიკაცია კრიზისის დროს. ჩვენ მივიხილეთ რამდენიმე საკითხი და შევჩერდით რეკლამაზე გასვლამდე სოციალურ მედიაზე. ჩვენს რეალობაში მივდივართ ნელ-ნელა იმ ეტაპზე, როდესაც სოციალური მედია არის ძალიან აქტიური, ძალიან აუცილებელი და საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პირდაპირ გახვიდე მომხმარებელზე, ვთქვათ. როგორ უნდა ვაწარმოოთ მართებული კამპანია, სად უშვებენ ჩვენი ქვეყნის ტიპის, ვთქვათ, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში შეცდომებს და როგორ უნდა გამოვასწოროთ, რა გვირჩევთ თქვენ ამ შემთხვევაში, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი? Social media is having an enormous impact on all parts of the world, but especially in the developing world. სოციალურ მედიას განსაკუთრებული როლი და გავლენა აქვს უკვე მსოფლიოს ყველა ნაწილში, მაგრამ განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. In Africa, I understand there are new forms of media developing which are bypassing the traditional media entirely. აფრიკაში, როგორც გავიგე, საერთოდ ახალი ფორმა იქნება სოციალური მედიას, რომელიც ტრადიციულ არსებულ ჩვენთვის ცნობილ მედიის სახეობებს ცდება. One of the most noticeable things about how people communicate with social media is it's much less formal than old forms of communication. რაც გამოარჩევს სოციალური მედიით განხორციელებულ კომუნიკაციას, თქვათ, უფრო ტრადიციული ფორმისგან, მანამდე რაც იყო იმისგან, არის ის, რომ კომუნიკაცია არ გაცილებით არაფორმალური. When a chief executive makes a speech, there is a tendency to make it sound like a presidential address, to make it sound as if he's standing in front of an enormous crowd, using very formal, high-flown language, and as if he's speaking to the nation. როცა დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებას, ის ლაპარაკობს ისე თითქოს არის ამერიკის პრეზიდენტი და რაღაცა დიდი აუდიტორიის წინაშე გამოდის და რაღაცა პირდება თითქოს. But when you use that technique and actually you're making a YouTube video,
you're perhaps 2 feet from the camera, and then the person watching is about 6 feet away. So it's really like talking to another person in the same room. So if you start making a big speech, it just sounds really weird. და თუ თქვა ამას აკეთებ YouTube-ისთვის ამზადებ ვიდეოს და ესეთი სახით გამოდიხარ შენ თვითონ თითქოს ელაპარაკებ მილიონ კაცს და სიამდვილეში ელაპარაკებ ერთ ადამიანს რომელიც რამდენიმე ნაბიჯის იქით ზის ეს მერეც ჟღერს ძალიან არაბუნებრივად და სასაცილოდ ცოტა It's also shorter. Speeches used to be an hour long typically, but they're getting shorter and shorter and shorter. YouTube videos are now a minute usually. ასევე მოხდა ის რომ ძალიან დამოკლდა ის დრო, როცა განცხადების დრო, რა ეხლა YouTube-ის ვიდეო შეიძლება იყოს 1 წუთიანი. And this is used as a medium of communication within companies now. People, the chief executive or any manager, it's a good way of getting a message out to employees. Make a quick video, put it online, put it on the company website, and Bob's your uncle. But it has to be quick and informal. Otherwise, it doesn't work. კომუნიკაციის ეს ფორმა, ანუ ეს ვიდეო მიმართვები უკვე გამოიყენება ორგანიზაციების შიგნითაც. ანუ ერთმანეთს მენეჯერები, თქვათ ორგანიზაციის თანამშრომლები ერთმანეთს აკეთებენ და იმიტომ რომ ეს არის ეფექტური და სწრაფი გზა იმისთვის, რომ ეს მესიჯი სითქმაც უნდა თქვათ ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის კარგად გავცელდეს. და ხშირად იყენებენ შიდა კომუნიკაციისთვისაც. Every company nowadays really needs to have a social media policy, but I would say it was a mistake to ban employees. Some companies do say, okay, no social media, too dangerous, don't do it at work. Now that will be a mistake, but I'll tell you that in a minute. ეხლა ყველა კომპანიას აუცილებლად უნდა კონდეს გეგმა რა ხდება სოციალურ მედიასთან დაკავშირებით სტრატეგია. იყო ორგანიზაციები, არსებობს ორგანიზაციები, სადაც თანამშრომლებს აუკრძალეს და არ იყენებენ სოციალურ მედიას, რაც შეცდომაა და ახლა გეტყვით რატო. The main reason for that is that realistically it isn't going to work. So many people have mobile phones. They're texting and tweeting and sending messages to each other. You can officially ban it at work, but it's just not going to work. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, იმიტომ რომ ყველას აქვს უამრავ ადამიანს აქვს ტელეფონი და ყველა ერთმანეთს იმესიჯება და უგზავნის თქვათ ან Twitter-ზე ან ტელეფონზე, ამიტომ მაინც ეცოდინება იმ თანამშრომელს და ამიტომ აკრძალვა ორგანიზაციის შიგნით უბრალოდ არ იმუშავებს. So your secrets will leak out and you won't know who's doing it. ამ შემთხვევაში თქვა საიდუმლო გამჟღავნდება და არც გეცოდინება საიდან გავიდა ინფორმაცია. So a much more constructive strategy is to give a little bit of training to the employees and explain how they can use social media on behalf of the company. They can become brand ambassadors for the company. ამიტომ კარგი სტრატეგია რომ თანამშრომლებს უთხრა უხსნა რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვა Twitter-ი ან სხვა სოციალური მედია როგორც ორგანიზაციისთან წარმომადგენლებმა და ასწავლონ როგორ გამოიყენონ. შეუძლიათ ისინი ელჩები იყვნენ ასე თქვა ორგანიზაციის ამ შემთხვევაში. Another benefit of that kind of training is it shows employees how dangerous it can be to fool around because people have played jokes which have got their companies into trouble. ეს ტრენინგი და მნიშვნელოვანია იმის გამო რომ შეიძლება ანუ იცის თანამშრომელმა უკვე რა საფრთხე შეიძლება თქვათ არასწორი განცხადების გავრცელების შემთხვევაში და ემუქროს ორგანიზაციას, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ორგანიზაციის რეპუტაცია შეილახა იმის გამო რომ თქვათ თანამშრომელმა რაღაც ისეთი თქვა რაც მისი პირადი განცხადება. ჩვენ დროში სამწუხაროდ ვარ ძალიან შეზღუდულები, ამიტომ თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ თემაზე. თქვენ ხოლმე ცერემონიალზე კითხულობთ მოხსენებას, რამჭერს არ ვიცი, ბოდიშს გიხდით რეპუტაციის მართვა და კომუნიკაცია კრიზისის დროს. თუ შეიძლება გითხარით, რაზე გააკეთებთ ხოლ აქცენტს? Tomorrow I'm going to be talking about, first of all, the difference between marketing and public relations. Increasingly, marketing and public relations is the same department, but I'm going to tell you why I think it should be two different things. პირველ რიგში ვილაპარაკებ იმაზე, რომ მარკეტინგი და PR-ი ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ხშირად ორგანიზაციებში არის ხოლმე ერთი განყოფილება და თქვათ ერთად არის, მაგრამ მე ვთვლი, რომ ცალ-ცალკე უნდა იყოს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება და ვიტყვი რატო ავხსნი ამას. At the end of the day, marketing has to be the boss because marketing is about selling products or services, and that's why the company is there. But marketing developed from the earliest advertising, and it's all about the properties of the things that you're selling. It's all about the products, the benefits and the features of the products. Public relations is about the company as a citizen. პირველ რიგში ვთქვათ უფრო მნიშვნელოვანი თვლიან ხომ და ვთქვათ ბოსია, როგორც თქვა, მარკეტინგი, იმიტომ რომ ორგანიზაციის პირველ რიგში ცხადია გაყიდვა უნდა და ამაზე ფიქრობს და ვთქვათ ამ სტრატეგიაზე, ამიტომ მარკეტინგი ცხადია შეიძლება ჩათვალო უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ცხოვრება და კავშირი ადამიანებთან.
One of the things that happens when you forget that there is a difference and that public relations is basically about treating your customer well. Marketing talks to customers, public relations talks to citizens. ანუ ასეთი განსხვავებაა, თქო, ესე ვიტყოდი, მარკეტინგი ელაპარაკება, ელაპარაკება, თქო, მყიდველებს, კლიენტებს და საზოგადოებასთან ურთიერთობა მოქალაქეებს. One of the examples that I'm going to be using in my talk tomorrow is about the companies advertising during disasters. The most recent one was Hurricane Katrina, one of the recent hurricanes in the States. There were advertising messages on Twitter from commercial companies saying, "Are you bored during the storm? Well, cheer up! You could have 20% off all our products." ერთ-ერთი მაგალითი რომელსაც ხვალ მოვიდა კრიზისის დროს იყო ერთ-ერთი ბოლო ქარიშხალი კატრინას დროს ზოგიერთმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება რომ თქვა დაზიანდით თქვა შედეგად ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად ჩვენ რაღაცა 20% დაგიკლებთ და ამ ტიპის მარკეტინგს აკეთებდნენ. And the marketing guys obviously thought that was a great idea because they only think about selling product. და მარკეტოლოგები ალბათ თვლიდნენ რომ ეს გადასარევი იდეა იყო, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ გაყიდვაზე. But from a public relations point of view, you can say, hang on, people are dying in this storm. People are losing all their money, all their property. They don't want you to try and sell them cheap jeans. მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ ისინი პირიქით ისინი იტყოდნენ, რომ აქ ხალხი დაიღუპა და ამ დროს გაყიდვა თქვა რაღაცა იაფი ჯინსის. Whereas there's a cafe chain in America called Dunkin' Donuts. And after the Boston Marathon disaster, the city was shut down for about 3 days. And that company did not make a big deal about it. They were not selling, but they gave free food and coffee to the emergency services. ამერიკაში არის ესეთი coffee and donuts კაფეების ქსელი, Dunkin' Donuts, sorry. ქსელი, რომელიც ბოსტონის მარათონის ცნობილი მოვლენის შემდეგ, მაშინ როცა მთელი ქალაქი დაიხურა, ამ კომპანიამაც თქვა არ შექმნა ტრაგედია მისგან, პირიქით ისინი უფასოდ ყავასთან საჭმელს აძლევდნენ მოქალაქეებს. Because we're seeing people there, it's people helping people, and that's the perspective that you have to bear in mind if you're dealing with public relations rather than marketing. იმიტომ რომ ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს და ის უნდა გახსოვდეს, როცა თქვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ფიქრობ და არა მარკეტინგზე. ბატონი, თქვენ ხვალ-ხვალით დაჯილდოების ჟურის წევრი, შესაბამისად გექნება წარმოდგენა თუ არ გაქვთ მხოლოდ ქართული ბიზნესის შესახებ, რეგიონალურად ან განვითარებადი ქვეყნების ბიზნესის შესახებ მაინც გექნება წარმოდგენა. რა მოლოდინი გაქვთ ხვალინდელი დღისგან ერთი შეხედვით და თუ შეიძლება გადაცემის მიწურულს ერთგვარი რეზიუმეს რჩევით, რეზიუმეს სახით კონკრეტული რჩევებიც რომ დაგვიტოვოთ. The award ceremony is going to have many wonderful features. One of them is the sight of me in a tuxedo, because I will be presenting the prizes. დაჯილდოების ცერემონიის ბევრი ინტერესო რამე იქნება, მაგრამ განსაკუთრებით ერთ-ერთი ის რომ მე მეცმევა ფრაკი. იმიტომ რომ გადავწე პრიზები. That's not a serious reason for us. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ეს არ არის სერიოზული მიზეზი. Yeah. It's great to recognise excellence. It's one of the key ways in which emerging markets can emerge. You have to develop new talent and you have to recognise it. ეს დაჯილდოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროცესია, იმიტომ რომ განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში უნდა გამოყო და აღიაროთ ის ტალანტები თუ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც აღწევენ რაღაცა წარმატებას. და თუ შეიძლება გადაცემის მიწურულს რეზიუმეს სახით რომ დაგვიტოვოს რამდენიმე რჩევა იმისთვის რომ ჩვენ ეს გავითვალისწინოთ, უფრო მეც მივახციოთ, უფრო წარმატებულები გავხდეთ და შემდგომში ჩამოსვლისას უკვე თქვათ რეზულტატის სახით დავახვედროთ. I think you should accept that the world is changing. It's very exciting that the world is changing, and it is to the benefit of emerging markets because the old way is probably wrong. So if you can help figure out what the new way is, you are on a winner. პირველ რიგში უნდა აღიაროთ, რომ სამყარო იცვლება და ეს კარგია, სამყარო რო იცვლება და ის რო განვითარებად ქვეყანა ხართ, ესეც მნიშვნელოვანია, თქვათ, რადგან ახან იცვლება, ესე იგი რაც ძველი იყო, არ იყო კარგი. ძალიან დიდი მადლობა, გადაცემა ამით სრულდება. მე კი შეგახსენებთ, რომ ხვალ 25 ოქტომბერს პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია BO Global Events Group, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახლავთ პრესტიჟული კონფერენციების და კორპორაციული ტრენინგების ორგანიზატორთა შორის. ამ ღონისძიების მხარდამჭერი კი და პარტნიორი კი გახლავთ, რა თქმა უნდა, რადიო იმედი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგწანდით დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. საუბრეთ იმ თემებზე, რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან აქტუალური, ძალიან ახალი შეიძლება ითქვას და
როგორც ის რჩევები, რომლის გათვალისწინებაც ვფიქრობ, რომ ჩვენთან არსებული კომპანიებისთვის იქნება რაღაცა ახლის და წარმატებების მომდანი. ბატონი კოლი BBC-ის პროდიუსერი გახდათ დღეს გაცემის სტუმარი, რომელიც ხვალინდელ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი და ჟურის წევრი გახლავთ. უღრმესი მადლობა და საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. I must say, gemadlobt. უკვე მეორე სიტყვა უსწავლია ბატონტონის. That's two words. ციფრს რადიოს მენელებო დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ბედნიერად მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობთ. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.